უმაღლეს დონეზეა უსაფრთხოება. მილიარდი კაცი შემოდის, მილიარდი კაცი გადის. ყველას მისი საქმე აქვს. საქართველოში ეს ასე ყურე, საქართველოში ესე უნდა მოხდარიყო, ხო? საქართველოში ესე მოხდა. ერთი ჩემნაირი კაცი რო ყოფილიყო, დაждდებოდა და ეტყოდა, მიწას არაფრით არ გავყიდი. გავაკეთებიებ წარმოებას 99 წლით. მივცემ უფასოდ მიწას 99 წლით და მე რომ მიწერ გელაბარკალაიას ქართველ კაცს ორშაბათს მოგცემ და სამშაბათს საქართველოს და რომ მიწერ. მე კი არ ჩამიწერო, მე შენი მოკალათე ვარ, შენი ქვეყნის. ამ უცხოელ ჩაუწერე. ახლა მთავარი. შეიხის შვილებმა თქვენს რომ ჩვენ გვინდა თოვლი. სრიალი თოვლზე. ადგნენ კახა და გაუშვეს რუსეთში, ქაკა და იქნებოდა პრობლემები. ადგნენ და მე ჯერ ჩვენთვის არ მიჩვენებია განახელთ თვალს რო არ დაუჯერებ ისეთ რამეს. ადგნენ და ხელოვნური თოვლისგან გააკეთეს ბაკურიანი. უდაური 10 ჯერ უკეთესი და მილიონჯერ უკეთესი მოტოციკლები. შიგნით რო შეხვალ პირილს დაიწყებს სადვარო იტყვი. როგორ მითხარით, რა თუნდა მეტრო 500 მეტრის ქვეშ და მილიარდები რო ჯდება. საჰაერო მეტრო გააკეთე, ჩამოდი აგერ ნახე. და იგივე კაც გააკეთებია მეტრო, ხო? როგორ არის? დღეს დუბაიში გამოაცხადეს, რომ მოდი ეს ბავშვები არ გაუშვათ სასწავლებლად სხვაგან. სათხილამურო სხვაგან, სანადირო სხვაგან. მოდი ჩვენ თვითონ შევქმნათ ჩვენ ქვეყანაში. ადგნენ ანი და მე თქვენ ჩვენ სტუდენტებთან ერთად გაგათვალიერებიებთ უმაღლეს სასწავლებელს. ყველაზე მაგარი უმაღლეს სასწავლებელი რომელია მსოფლიოში? აი ხუთეულში რო შედის. ჰარვარდი მაგალითად შეერთებულ შტატებში. ანალოგიური შეერთებული შტატების უნივერსიტეტების წარმომადგენლობები შემდეგ იხსნება დუბაიში. და შექმნეს განათლების ჰაბი, როგორც მე ვიცი, ხო? აი მე ხო ეს აგიხსენი გუში. ჰარვარდი, კემბრიჯი, ბოსტონი, ნებისმიერი უნივერსიტეტი კახა აგერ შექმნა იმ კაცმა. შენობა 100 ჯერ უკეთესი, დისციპლინა 100 ჯერ უკეთესი და ის პედაგოგები, ვინც ამერიკაში იყო, ყველა აქეთ გადმოიყვანა და აგერ ასწავლიან. ახლა შენ რომ დაგჭირდეს მაგალითად განათლება მიიღო ამერიკაში, არ გინდა აგერ ჩამოდი მიიღე განათლება და წადი. მე არავის არ უსურვებ. სადმე განათლება მიიღო ჩვენმა ქართველებმა, იმ დონეზე უნდა იყოს სწავლა. ჯერ სკოლაში, მერე უმაღლეს სასწავლებელში არ ჭირდებოდეს იქნება სხვაგან წასვლა. თქვენ